ანუ მე ჩვეულებრივად ეზოში რუტინა ჩემი რაც არის ძაღლთან ერთად ვსეირნობდი და ზურგიდან მოხდა როცა ძაღლს ვასეირნებდი და ცოტა ხანი გავჩერდი, ისინი ელოდებოდნენ, ანუ ჩასაფრება მოხდა. ეს დაგეგმილი იყო რა თქმა უნდა და ზურგიდან მოხდა პირველი თავდასხმა და მე ვერ მოვედი ასე რა ხდებოდა და მე ეს რო გაგრძელდა უკვე რო გააგრძელეს დიდი ხანი მე ფეხზე ავდექი, მე მაღაზიიდან დამეხმარნე რომ მაღაზიის კარი გააღეს, იქ შევედი და იქაც შემოვარდნენ და იქაც გაგრძელდა ეს ჩხუბი. იდენტიფიცირება ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ ჯერ ვერ მივხვდი რა ხდებოდა ზოგადად ვერაფრის და ისე რომ რაღაც კონკრეტული რაღაც შემენიშნა რაც ვიღაც ის მაგალითად მიზანი რას წარმოადგენდა მიზანი ამათი რა იყო გეუბნებოდნენ რამეს აი აფექტის მდგომარეობაში და ემოციის მდგომარეობაში ისე ვიყავი რომ ვერ აღვიქვავდი რა ხდებოდა რა იმიტომ რომ აი არსაიდან უკნიდან უცებ რაღაცა წიხლების ლაშა რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს არ ვიცი ალბათ 5 წუთამდე რა არ ვიცი ოღონდ სხვადასხვა თელი ეს პროცესი ხო ალბათ უშუალოდ ცემის მომენტი შეიძლება უფრო მოკლე ხანს ავარაუდოთ ალბათ ხო აი ზუსტად ვერ გეტყვით მაგრამ აი შეიძლება 3-დან 5 თქვენ ახსენეთ რომ ეს იყო ჩასაფრება დიახ რა დაგიტოვათ ეს შტაბეშტილება რომ ეს ადამიანები თქვენ გელოდებოდნენ. ნუ გასაგებია რომ ნიღბებში როცა არიან ეს უკვე არის უტყუარი ნიშანი იმის რომ ეს ხალხი ამისთვის არის მოცული რომ მე მათი იდენტიფიცირება ჩვენ ვერ მოვახდინოთ თორემ ნუ გამომგზავნით უყავდათ გამომგზავს ეცოდინება რა. კი, რა თქმა უნდა. თქვენ შეგიძლიათ თქვათ რაიმე დამატებით აი ამ ჩასაფრების მომენტზე ხომ არ შენიშნა ვინმე გარშემო ან თქვენ ხომ არ მოგიკრავთ თვალი ვიდრე თავდასხმა მოხდებოდა ისინი ისე თავდაჯერებულად იქცეოდნენ რომ მაგალითად მე რო ძაღლთან ერთად ვიყავ და ჩემი ძაღლი არ იყო ავი ეს კარგად იცოდნენ მე სად ვასეირნებდი რა ტერიტორიაზე ვასეირნებდი ხოლმე ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ ანუ მე 3-4 დღე რაც ქვეყანაში შემოვიდა ისინი თვალთვალს რა თქმა უნდა ახორციელებდნენ თორე ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ ამ თავდასხმაში რა უკნიდან იცოდნენ სად დგებოდი როგორ დგებოდი იმიტომ რომ აი ეს ტერიტორია ზუსტად თქვენ აბუდაბიდან ჯერ ჩამოხვეთ მე კიდევ სადმე გაიმგზავრეთ და 3-4 დღის წინ ჩამოხვედით და ხო მოხდა ეს თავდასხმა შენიშნეთ თუ არა რაიმე კიდევ სხვა დეტალები მაგალითად ავტომანქანით იყვნენ თუ არა ერთად გაიქცნენ თუ არა აი ამის შემდგომი პერიოდი თუ შეგიძლიათ აღწეროთ რა როგორ გაიქცნენ გავიდნენ მაღაზიიდან მე რა მანქანაში ჩაჯდნენ და ეს არც გავყოლნილა რა შესაბამისად აქამდეც თვალთვალის ვარიანტი თუ ყურადღება არ მიმიქცევია იქიდან გამომდინარე რომ არაფერი ჩემი ცხოვრების წესში ისე ვართ რომ არაფერი დანაშაულს არაფერს არ ჩავდივართ, არაფერს საეჭვოს არ ვაკეთებ და ამიტომ თვალთვალი თუ უნდათ რომ თვალთვალი და რესურსი გამოყონ ამაზე თავისუფლად შეუძლია მე ვიდეო კამერების ჩანაწერები არსებობს ბუნებრივია და თუ თელ პერიმეტრზე ამას კარგად შეისწავლიან და თუ მიზანი ექნებათ რომ საქმე გახსნან ფიქრობთ რომ არ გაუჭირდებათ ამის თავისთავად ეგ კამერებით არის ყველაფერი კი ბატონო გადავიდეთ გამოხმაურებაზე რომელიც ძალიან მალე მოყვა ქართული ოცნებიდან კონკრეტულად იმ პირისგან რომელთანაც თქვენ გქონდათ ინციდენტი აბუდაბიში გულისხმობ ზარქუას რას იტყოდით მის ამ განცხადებასთან დაკავშირებით თავის წარიდებას ცდილობდა ამ ყველაფრისგან და დისტანცირებისგან მაგრამ სხვა ნაწილებიც ჰქონდა აი ამ განცხადებას და აი თქვენ როგორ აღიქვით დღეს აი ამ პარტიის წარმომადგენლის კომენტარი მეც როგორ უყურებ ამ სიტუაციას ამ თავდასხმას ჩემზე ეს კონკრეტულად შეიძლება აბუდაბისაც ანუ აბუდაბის ისტორიას უკავშირდება რა თქმა უნდა მაგრამ ეს უფრო შეიძლება გაგრძელება იყოს მე როგორ გავბედე ქვეყანაში დაბრუნება მაგალითად იყო შემოთავაზება რომ მე აეროპორტში უნდა დამხვედრო და ხალხი და ამაზე რაღაცა გმირის როლი შეიძლება და უნდა მომერგო ან რაღაც და მე ესენი არაფერი არ გავაკეთე ისი შემოთავაზება არა ეს ანუ
ზოგადად ხალხიც ამბობდა წინადადება იყოს რომ შეგვიძლია აეროპორტში დახვდეს უსაფრთხოებს. არა, მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რომელიც ჩვეულებრივად შემოვიდა, რომელმაც ჩვეულებრივად ქვეყანაში როცა შემოვიდა, იმის შემდეგ გავაგრძელე ჩვეულებრივად აქციაზე მისვლა და ეს არ გამიხმაურებია არაფერი. ეს უკავშირდება გუშინაც ვიყავი აქციაზე და შეიძლება ეს იცით როგორ დაშინების მცდელობა არის, სხვადასხვა ხერხით ხდება დაშინება, რომ გუშინ ხალხის რაოდენობამ პოლიციელები გაიყვანა იქაურ ტერიტორიიდან. ეს რაღაც ლამაზად ისე დაალაგდა, რომ ხალხის გამარჯვებად გამოვიდა. ამისთვის მეორე რეაქცია ყოველთვის ქართული ოცნება იყენებს დაშინებას, შეშინებას რაღაცის ხალხში ამ გრძნობის გაჩენას, რომ მას არ გაუჩნდეს უბრალოდ გამოსulis და თავის პოზიციის დაფიქსირებს. არ არის აქ აუცილებელი რაღაც გადაკეტოს არა, ეს ჩვეულებრივი თავის პოზიციაც რო აღარ დააფიქსიროს ხალხმა, შეიძლება ამას უკავშირდებოდეს ჩემზე თავდასხმა. მეორე ვარიანტი რაც მგონია, ეხლა ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ზარქუას, სანიკიძეს, სამხარაუს, ენუქიძეს, ამათ არაწყობდათ ესე ჩემი პიროვნული თავდასხმა. იქიდან გამომდინარე რომ მე აბუდაბიში მათთან საუბარიც მქონდა და აუხსენი და მგონია რომ შეიძლებოდა დარწმუნებული. მაგრამ რეჟიმი მათ ეკითხებათ რა არის უმჯობესი. ზარქუაზე არ არის აქ ლაპარაკი. თუ კი თქვენ ფიქრობთ რომ ეს გეგმილია რეჟიმის მიერ, რეჟიმს ზარქუასთან შეთანხმება შეიძლება საერთოდ არ სჭირდებოდეს ამ ამბის. იქ ხომ სხვა რაღაც მოხდა. იქ მოხდა ის რომ თქვენ დაგესხნენ თავს და საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა რომ ისინი აღმოჩნდნენ არასასურველ სურათში, კონტექსტში, ხო? ანუ ისინი დაზარალდნენ საბოლოო ჯამში, რეპუტაციულადაც და ყველანაირად, ხო? ანუ მათ უნდოდა თქვენი ცემა და სულ სხვა რაღაც მოხდა საბოლოო ჯამში, ხო? ეს დარტყმა იყო მათთვისაც პერსონალურად ალბათ, მაგრამ რეჟიმისთვის იყო. ასევე ბოდიში დავამატებ. მან კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოხდა. მე იქ საჩივარი არ გამომიტანია, ანუ ისე წარიმართა, საცამო უბრალოდ მან პრეტენზიის ნაწილში უარი ვთქვი, რომ გაადვილებულიყო ციხიდან გამოსვლა ყველასი. შესაბამისად ეს ისე დაალაგდა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თითქოს რომ ისინი როცა ცდილობენ რომ ჩვენ მხარეს ქუჩაში ვინც ვართ რადიკალები, შურისმაძიებლები, რაღაც გამოყენებულები თუ რაღაც ის გვიწოდონ, მე მანდ გადავდგი შეგნებული ნაბიჯი, რომ გავამარტივე მათი ციხის დატოვება იმ მარტივი რაღაცით, რომ თქვი უარი რომ პრეტენზია არ მაქვს. თქვენი და მათი საკითხი ლაშა გადაბმული იყო ისეთნაირად რომ თუ თქვენ ამას არ გააკეთებდით, თქვენც მოგიწევდათ იქ დარჩენა და მათაც? ანუ იცით როგორ იყო? თავიდან ეს საკითხი ყველას ერთი მუხლი ჰქონდა. შესაბამისად შეიძლებოდა მე ვამბობდი რომ მუხლი უნდა შეცვლილიყო ჩემი, იქიდან გამომდინარე რომ თავდაცვით რეჟიმში ვიყავი და ეს სასამართლო ისე წარიმართა, რომ აი ჩემ პასუხზე იყო დამოკიდებული, მაგალითად შეიძლებოდა რამოდენიმე დღე უფრო გაგრძელებულიყო და იმ წამს არ მომხდარიყო რეაგირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცა შეიძლება და ჯგუფური თავდასხმის გამო იმ მომენტში თან როცა ინტერესი, სახელმწიფო ინტერესი არის და არ ვიცი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე როცა რეკავს, არ ამგონია იქ ლაშა გაბიტაშვილზე რეკავდეს როგორ არის ჩემი მოქალაქეო. შესაბამისად შეიძლება და რაღაცა სხვანაირი გავლენაც ყოფილიყო. მე თქვენ ერთად ისყედით მართლა იზოლატორში? დიახ, ბოლო დღე ერთად გავატარ, მაგრამ რით აიხსნება, ანუ მოგცეს ერთმანეთთან შეთანხმების შესაძლებლობა თუ ერთად რატომ ისყედით, როდესაც დაპირისპირებული მხარეები იყო? ხო, იქ ციხეში მართალი რო გითხრათ, დიდი დაპირისპირება არ ყოფილა, იმიტომ რომ ძალიან მარტივად აუხსენი თუ რა ეს პიროვნული თავდასხმა არ იყო, არავისთვის იქ ეხა არ ვიცი რატო აკეთებენ კომენტარს, რომ თითქოს ოჯახის და ბავშვების შევეხედა ისა. ყველაფერი ეს ინიცირება მომხდარი იყო ირაკლი ზარქუადან წამოვიდა. კი, მე მივედი იმისათვის საჯარო მოხელესთან, იმ ადამიანთან, რომელიც პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე, გადასაღებად. იმიტომ რომ ის საჯარო ადამიანია და კითხვები მქონდა და ანუ მაინტერესებდა როგორ უნდა გავაგრძელოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ეს. და იქიდან მოვიდა აგრესია შეურაცხყოფა და ეს სხვა წევრებმაც იქ ვინც იყვნენ იმათა ძალიან კარგად იციან. ამიტომ შესაბამისად აქ შეიძლება ტელევიზიაში გაჟღერდეს რომ მომაყენა ის, მაგრამ იმ ხალხმა ძალიან კარგად იცის რომ მე ინიციატორი თავდასხმის და შეურაცხყოფის არ ყოფილვარ და აქედან და არც პირადული ინტერესი არ მქონდა მათთან კონკრეტულად მისვლის და უბრალოდ
ჩვეულებრივ საქართველოს მათ ერთ და იგივე მუხლი რატომ იყო? მათ ჩაიდინეს უფრო ძიმე დანაშაული, ისინი თქვენ თავს დაგესხნენ ფიზიკურად. კი, უბრალოდ მე ჩემი გადაწყვეტა რომ პრეტენზია აღარ მაქვს, გამოძიება აღარ გაგრძელდა და ანუ მეც მონაწილე ვიყავი ჯგუფში, ესე გამოვიდა, იმიტომ რომ კი ბატონო და ერთი შეკითხვა ასევე ეს უკავშირდება იქ ბევრი რამე ინფორმაციის დეფიციტი იყო მოიხსენებათ ხო იქიდან აქ. თუ გაქვთ ინფორმაცია რა სანქციის სანაცვლოდ გამოვიდნენ ისინი და დაბრუნდნენ ან თქვენს ნაწილში რა მოხდა? ანუ როგორ მოხდა ის რომ თქვენ გასაგებია რომ პრეტენზია აღარ განაცხადეთ, მაგრამ რისი გადახდა მოუწიათ მათ ან თქვენ მიმართ რა სანქცია გატარდა? მეცით როგორ მე მივიჩნევ რომ პასუხისგებლიანი საჯარო მოხელე, რომელიც ეხა არალეგიტიმური პარლამენტის წევრი არის მართალია, მაგრამ მან უნდა განაცხადოს თვითონ რა როგორ მოხდა. და თვითონ უნდა ხალხს უნდა უთხრას იქ სასამართლო როგორ წარიმართა და ის ჯარიმა თუ რა სანქცია მოხდა. ამიტომ ჩემი პირიდან ამის გახმაურება არ იქნება სწორი. კი ბატონო, მესმის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, აი ჩვენს საუბარს თავი რომ მოუყაროთ საბოლოო ჯამში იმაზე რაც მოხდა დღეს თქვენ პასუხისმგებლობას აკისრებთ რეჟიმს და მიგაჩნიათ რომ ეს მისი დაგეგმილი და გახორციელებული. დიახ, მე ესე ვთვლი რომ ეს მოხდა რეჟიმის წევრებისგან, იქიდან გამომდინარე და ალბათ თვითონ მოსაკითხი აქვს პროკურატურასაც და ამ ჯგუფს პარლამენტის არალეგიტიმურ წევრებს თუ რატო შეიძლებოდა ასოცირება, ანუ ვინმე ხო არ ჩაუდინა თვითონ ანუ რეჟიმიდან წევრებმა ხო არ მოახდინეს, ესე რომ თქვა ჟარგონულ ტერმინით ხო არ გაუჩალიჩეს, რომ ესე გაეშავებინათ და ცოტა ხანში აბუ-დაბის кейსის რაც მოუვიდათ მათ დაატოვებინონ საერთოდ პარლამენტი. ეს არ ვიცი. და თვითონ უნდა გამოიძიონ ამას, იმიტომ ამბობ რომ თვითონვე უნდა გამოიძიონ და თუ აინტერესებდა ისინი არ არიან თვითონ დამნაშავეები, უნდა ჩაერთოს როგორც პროკურატურა, ასევე ეს წევრები და მათი ინტერესშიც არის, არა მარტო ჩემში. დიდი მადლობა.